რუსთაველის ქუჩაზე არსებულ სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია უტარდება. დეტალები რამდენიმე წუთში ქრონიკაში. საკრებულოს დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ იმსჯელეს. გოგოლი ტოლსტოის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხვალ დასრულდება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქრონიკას 9 ნახევარზე, მე ნინო კაპანაძე ვარ. რუსთაველის ქუჩაზე არსებულ სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის თანახმად შენობის პირველ სართულს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, სადაც გეგმის მიხედვით ძველი წერტილები, საშხაპეები, გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახები განთავსდება. ამ ეტაპზე სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დეკემბრის ბოლოს დაასრულებს. ობიექტის მშენებლობის ღირებულება 267,000 ლარს შეადგენს. დაიწყო რუსთაველის ქუჩაზე 30A-ში მდებარე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დემონტაჟის სამუშაოები, ხოლო პროექტი ითვალისწინებს პირველ სართულზე ფოიეს, ადმინისტრაციული ოთახების, საშხაპეების და გასახდელების რეაბილიტაციას. საკრებულოს ხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს უყარეს კენჭი. დეპუტატებმა რიგგარეშეს ხდომაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ იმსჯელეს. საუბარია მეგობრობის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც მსოფლიო გიგანტი მაკდონალდსის ტრაფიკვების რესტორნების ფილიალს ააშენებს. მიწის ნაკვეთი ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, რომელიც ტერიტორიას პირდაპირი წესით მაკდონალდსზე გაასხვისებს. პროექტის დეტალები დეპუტატებს რუსთავის მერის მოადგილე მლაშა ლობჯანიძემ გააცნო. საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღლაკელიძის თქმით, უცხოური ბრენდი რუსთავში 2 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც 40-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას იძლევა. მაღლაკელიძის განმარტებით დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი იქნება. მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და 18 თვის ვადაში დასრულდება. პოზიციას იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. კახა გურგენიძის თქმით, ის მიესალმება ქალაქში ერთ-ერთი პოპულარული უცხოური ბრენდის შემოსვლას და ფიქრობს, რომ აღნიშნული ფაქტი სხვა დიდი კომპანიებისთვის ინვესტიციის განხორციელების კუთხით мотивация იქნება. 18 თვის ვადაში აშენდება მაკდონალდი, რომლითაც განხორციელდება ქალაქში 2 მილიონიანი პროექტი. გარდა ამისა, მათი ხელმძღვანელობის მხრიდან არის დაპირებები, რომ აუცილებლად დასაქმდება 40-მდე ადამიანი და ძირითადი ნაწილი იქნება ქალაქ რუსთავის მაცხოვრებელი. მაკდონალდსი არის ერთ-ერთი ბრენდი, სხვა საკითხია ვის მოწონს, ესე ვთქვათ, ტრაფიკობა ვის არ მოწონს, მაგრამ ერთ-ერთი ბრენდია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მაკდონალდსის შემოსვლით ქალაქში ჩვენ მოვიზიდავთ ასევე სხვა ბრენდებს და იქნება უზრუნველყოფილი სხვა პროექტების განხორციელება. გოგოლი ტოლსტოის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხვალ დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ჭყონდიდელის დასახლებაში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ბორდიურები მოეწყო. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარი ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხვალ დღის პირველ ნახევარში დაასრულებს. პირველად არის რომ გზები კეთდება. ადრე არ გავკეთებიათ. ეს გზა კი კეთდება, მაგრამ ჩემთან კეთდება, არ კეთდება. აგიფიქროს, აღარ ვიღო ხმა მივიცეთ ერთი უაღრს მაგას. თუ არ გააკეთებენ ჩვენ ქუჩას. რომელ ქუჩაზე საუბარი? ნეკრასოვზე და სამშვილზე. რუსთავ ქალაქობა 2015 გვიან ღამემდე აღნიშნავდნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი რუსთაველები. სადღესასწაულო პროგრამა მომღერალ ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის 2 საათიანი კონცერტით დასრულდა. ხალხის განწყობა და გალა კონცერტის დეტალები თამთაცირამოს სიუჟეტში. რუსთავ ქალაქობა 2015-ის კულმინაციური მომენტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საღამოს დაიწყო. მაშინ, როდესაც სცენაზე მომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ ინსაითთან ერთად გამოჩნდა. სიცივის მიუხედავად მომღერლის ჰიტების მოსასმენად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავი უამრავმა ადამიანმა მოიყარა. კარგი და სასამოვნო საღამოა და რა ვიცი, ყველას გაუხარდა ნინო ქათამაძის ჩამოსვლა და მოხარულები არიან, ახალგაზრდობა და რა ვიცი, ძალიან კარგი კონცერტია, ცოტა ცივა. მართალია ცივა, მაგრამ ძალიან მაგარია მაინც. გილოცავთ პირველ რიგში რუსთაველებს დღევანდელ დღეს, მეორე ძალიან კარგი კონცერტია, ძალიან ვერდობით და ძალიან გვიხარია რომ აქ ვართ.
რუსთაველებისთვის ნინო ქათამაძემ არაერთი ცნობილი და პოპულარული კომპოზიცია შეასრულა. მომღერლის კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინდა რომ ამ ქალაქში ყველაფერი ხდებოდეს, ყველაფერი ლამაზი, თეატრალური, მუსიკალური, ყველაფერი კარგი ხდებოდეს ამ ქალაქში. მე ვერ შევაფასებ, ისეთი გული იყო და იმხელა იყო, მე არ მეყოფა ამის ნიჭი, რომ შევაფასო იმდენად სიყვარულით სავსე იყო ეს ყველაფერი. კიდევ ერთი ფაქტი, რამაც რუსთაველების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ფოიერვერკი იყო. რუსთავ ქალაქობა 2015 სადღესასწაულო პროგრამა და დღესასწაულისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეგლიარში. პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სოფელში მილსადენის 3 კილომეტრამდე მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდა. სოფელ ბეგლიარში სასმელი წყლის მილების აღდგენა ცენტრალური მილსადენის 3 კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოების ფარგლებში ამ ეტაპზე ძველი მილების დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. პროცესი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით ხარისხიან სასმელ წყალს 71 ოჯახი მიიღებს. კეთება მთლიანად ახალი სისტემა წყალსადენის, აქედან მაგისტრალი არის 2 კილომეტრი და მთელ სოფელში შიდა გაყვანილობა. მოსახლეობის ინფორმაციით სასმელი წყლის პრობლემა სოფელს რამდენიმე ათეული წელი აწუხებდა, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელი იყო. ადგილობრივებს კი სასმელი წყლის მარაგისთვის რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. სოფელს წყალი არ ქონდა. მივმართე გუბერნატორს, გამგეობას, ჩავასწრებე გეგმაში და ვაკეთებია ფეხლა 71 ოჯახი მიიღებს წყალს სრულად. ჩვენ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა წლების მანძილზე მოუგვარებელი იყო. წყალს მეზობელი სოფლიდან ვიმარაგებდით, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ახლა კი როგორც იქნა დაიწყეს მილების შეცვლა და ალბათ ყველაფერი ნორმალურად იქნება. სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შეიმუშავა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 222,000 ლარი გამოიყო. თამარისის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფლებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში, ალავარში, ახალდიოკნისში და თამარისში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 600,000 ლარია გამოყოფილი. გარდა გზისა, სოფლებში გარეგანათების სისტემაც მოეწყობა. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით 9 აპრილის სკვერში საბავშვო ატრაქციონებიც დამონტაჟდება. რაც შეეხება თამარისში კულტურის სახლის რეაბილიტაციას, რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც დაწესებულება შესაბამისი ინვენტარი აღეჭურება. მიმდინარეობს შიდა გზების დაგება, ძალიან კარგი საქმე კეთდება, განათება გაგვიკეთდა, რომელიც ძალიან მჭირდებოდა სოფელს. აგერ 2 წელია უკვე ჩვენი კულტურის სახლი მიმდინარეობს მშენებლობა და რა ვიცი, ძალიან მალე ალბათ დასრულდება. გარდამის მუნიციპალიტეტში კულტურის ცენტრმა გაზეთი ვერიის სახელობის პროზა პრემიის საღამოს უმასპინძლა კონკურსში მონაწილეობა ადგილობრივმა პოეტებმა, მხატვრებმა და მუსიკალურმა ანსამბლებმა მიიღეს. მათ დამსწრეს საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს. კონკურსი გარდამის გამგეობისა და საკრებულოს ეგიდით ჩატარდა და მას ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლობაც ეძებოდა. მანამდე კი ხელისუფლების წარმომადგენლები სარჩიჭალასა და მარტყოფში იმყოფებოდნენ, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ტარდება გამორჩეული მხატვრების, ხატმწერების, ხელოვანი ხალხის, პოეტების, ინდივიდუალური შემსრულებლების საღამო. საღამო არის ძალიან თემატურად დატვირთული სხვადასხვა თემებით, ძალიან საინტერესო. სიამოვნებთ ჩვენი ხნის ხალხის და ახალგაზრდები პრობლემთან და ახალგაზრდები ვარიან მით უმეტეს განსახარია, იმიტომ რომ უფალს ისინი უნდა მიეგებონ წინ. მის უმეტეს ბავშვები. ქრონიკაში სპორტის სიახლეების დრო. რუსთაველი ნიჩბოსნები საერთაშორისო რეგატასთვის ემზადებიან. შეჯიბრი ქუთაისში 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება, სადაც 12 რუსთაველი ასპარეზებს. ქართველი სპორტსმენების გარდა მონაწილეობას აზერბაიჯანელი, თურქი, სომეხი და უკრაინელი სპორტსმენებიც მიიღებენ. შეჯიბრი 2001, 2002, 2003, 2004 წლიანებში ორ სახეობაში კანოესა და კაიაკში ჩატარდება.
2003-იანები, 2001-იანები და 2-იანები მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენი გუნდი ვფიქრობ ამ ეტაპზე ნორმალურად და გამოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ საცნო შეკრება სიონში, მზადებოდით ამ შეჯიბრებს და ვფიქრობ, რომ ნორმალური შედეგები გვექნება. ძიუდოში ხვალ ქვემო ქართლის პირველობა გაიმართება ერთმანეთს 2000-2001 წლებში დაბადებული სპორტსმენები 7 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან. პირველობაში მონაწილეობას რუსთავის მარნეულის ბოლნისის თეთრი წყაროს წალკის გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ძიუდოისტები მიიღებენ. ტურნირის მიზანი სპორტის მსახეობის პოპულარიზაცია და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენაა. გამარჯვებულები 3 კატეგორიაში გამოვლინდებიან. ხვალ იჭიდან 2000-2001 წელში დაბადებულები რეგიონის ნაკრები შეირჩევა, სულ 7 წონა იქნება. და ჩვენ გვაინტერესებს, შეიძლება წონაში 2 კაცის დავაყენოთ ახლა თუ კაი ბიჭები იქნებიან. და თუ უცილობოდ ლიდერი არის ვიღაც, იქ 2 კაცი არ გვეყოლება, 1 კაცი გვეყოლება. ჭადრაკში კლუბის სამეგრელო საქართველოს ჩემპიონი გახდა, მეორე ადგილზე კი ქვემო ქართლის გუნდი გავიდა, რომელსაც ფულადი ჯილდო 10,000 ლარი გადაეცა. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა. შეჯიბრს დაბაურ ეკიმას პინძლობდა და მასში 8 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, კლუბები როგორც ქართველი, ასევე სხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესიონალი მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული. თავმა შეიძლება ეთქოს, რომ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი შედგა, ძალიან მაღალი შედეგით დაფიქსირდა, ახალგაზრდებას მიიღეს მასში მონაწილეობა და რა თქმა უნდა ეს ტრადიცია გაგრძელდება. გვაჯობა სამეგრელოს გუნდმა. ავიღოთ მეორე ადგილი, შარშანაც მეორე ადგილი ავიღოთ. ქრონიკაში რეკლამის დრო, პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ბელორუსის პრეზიდენტი ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გახდა, დეტალები რამდენიმე წუთში ქრონიკაში. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. გლაზგოს გარეუბანში ერთდროულად 6 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის დემონტაჟი აფეთქების საშუალებით განახორციელეს. მიუხედავად წინასწარ გათვლილი პროცესისა, 6-დან 2 შენობის ბოლომდე დანგრევა ვერ მოხერხდა. ქალაქის ხელისუფლებამ წინასწარ მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე საათით 2500 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. დემონტაჟი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქალაქის ამ ნაწილში განაშენიანების ახალი გეგმა დამტკიცდა. დანგრეული შენობები 60-იან წლებში იყო აშენებული და მაშინ ისინი ევროპაში ყველაზე მაღალ მრავალსართულიან ნაგებობებად ითვლებოდა. მეხუთე ვადით ხელისუფლების სათავეში ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ისევ ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. ცესკოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით მოქმედმა პრეზიდენტმა 83,49% მხარდაჭერა მოიპოვა. მეორე ადგილზე კი მისი კონკურენტი ტატიანა კოროტკევიჩი 4%-იანი მხარდაჭერით გავიდა. სულ საპრეზიდენტო არჩევნებში 4 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული პრეზიდენტი ლუკაშენკო უკვე 21 წელია ქვეყნის სათავეშია. პირველ ოფიციალურ ვიზიტს ლუკაშენკო უახლოეს ხანებში რუსეთში გეგმავს. ბოლო მონაცემებით თურქეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს 128 ადამიანი ემსხვერპლა. ერთდროულად მომხდარი 2 აფეთქების უკან ხელისუფლება ისლამური სახელმწიფოს კვალს ხედავს. თუმცა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა მომხდარზე არ აუღია. ანკარაში ტერაქტის ადგილას პოლიციასა და მოქალაქეების ჯგუფ შორის შეტაკება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ ოპოზიციონერ პარლამენტარებსა და მოსახლეობას ტერაქტის ადგილთან მიახლოებისა და იქ ყვავილების მიტანის საშუალება არ მისცა. დაძაბულობა კი ისევ გრძელდება. თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში ქალაქ დიარბაქირში ქურთი აქტივისტების აქცია პოლიციამ წყლის ჭავლითა და რეზინის ტყუებით დაშალა. მიუხედავად მომხდარისა, თურქეთი 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას ისევ განაგრძობს. დავყავს საქართველოს და ტრადიციულად ამინდის პროგნოზი. მომდევნო დღების განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არამდგრადი ამინდია ნავარაუდები. უმეტესად ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება რუსთავშიც. დღის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა. ჰაერის ტემპერატურა იქნება. წალკაში დღისით 14, ღამით 8 გრადუსი სითბოა, თეთრი წყაროში ჰაერი დღისით 13, ხოლო ღამით 7 გრადუსამდე გადფება.
14 გრადუსია ნავარაუდებით მანიში, ღამით 7, ბოლნისში დღისით 16, ღამით 11 გრადუსი. მანაულში სინოპტიკოსები დღისით 16, ღამით 11 გრადუსს ვარაუდობენ, დედაქალაქში დღისით ასევე 16, ღამით +11. გარდამაში დღისით 18 გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა, ღამით 13, ჩვენს ქალაქშიც ასევე დღისით 18, ღამით +13 გრადუსი სიკვდილი. შეგახსენებთ, რომ დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გადაცემა არ რუსთავი გელოდებათ საინტერესო სტუმართან ერთად, ასე რომ დარჩით ჩვენს არხზე. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და ქრონიკა 9 ნახევარზე. მე ნინო კაბანაძე ვარ და ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.